Allo, cazzo, waka, Samira, Allah Akbar. მოვედი მეგობრებო ერთ-ერთ ბაზარში და უნდა გავსინჯო street food-ი. აი უგემრიელესი სენდვიჩი გამოვა დარწმუნებული ვარ. აგერ გვიმზადებს ახლა ჩვენი მეგობარი და ნახოთ აბა პირველი მაროკოული კერძი იქნება ეს რომელსაც დავაგემოვნებ და ერთი სული მოქვს. ძალიან გემრიელად გამოიყურება. ინდაურის ხორცია თავისი ბოსტნეულით, ყველით და ამ ყველაფერს დებს მერე პურში და გამოდის უგემრიელესი როგორც ხედავ და ვნახოთ აბა ძალიან ბევრი ხალხი ელოდება, ძალიან ბევრი ხალხი ჭამს და რავი, შეუძლებელია ცუდი იყოს წესით რა. ვნახოთ. Thank you. აი ასე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი სენდვიჩი და აუ საოცრება ჩანს და ერთი სული მაქვს რომ გავსინჯო და გაგიზიაროთ თქვენს ყველაფერი. ვაუ. აუ გემრიელესია. ესე იგი ეს არის ინდაურის ხორცი თავისი ბოსტნეულით და აი ძალიან მაგრად უხდება ერთმანეთს. მით უმეტეს მოთუშული როა, ხო? აი მოთხმოგემო უხდება ხოლმე როგორც წესი ამ ბოსტნეულს და ეგ ძალიან მაგარია. შეხედე რამდენი ხალხი დგას. ძალიან მაგარი ადგილია როგორც ჩანს რა. საოცრება. 2 ევრო გადავიხადე მეგობრებო აი ამ სენდვიჩში. აკაური ფულით 20 მაროკოს ფული რა. და 2 ევრომდე გამოდის დაახლოებით. ან ჩვენ ფულზე 5 ლარი და რაღაც 6 ლარამდე რა. ძალიან გემრიელია. ძალიან. დავაყოლოთ ახლა დესერტი. აგერ აკაური ტრადიციული ბლინებია, რომელსაც ეს ხალბატონი აცხობს, ეხა შევუკვეთავ და გავსინჯოთ, იმიტომ რომ ძალიან მინდა ეხა ტკბილი რომ დავაყოლო რა. ორი რიგია აქაც როგორც ეკით, რა ძალიან კაია და ნახოთ გემო როგორი იქნება. თავარი ეგარი. აი ესე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი ბლინი, უფრო პურია ვიდრე ბლინი, მაგრამ აიც ბლინებს ეძახიან რა. თაფლით გავაკეთებინე. და ვნახოთ აბა როგორი იქნება. გაგიზიარებთ. პური და თაფლია რა. ცუდი არ არის. გემრიელია. უბრალოდ რამე განსაკუთრებულიც არ არის. ეხლა ის სენდვიჩი ძალიან მომეწონა და ეს უბრალოდ გემრიელია რა, შეჭამდა კაცი, აი დილაობით საუზმეზე. თაფლი და პური ვისაც გიყვართ. მისწრება. ამაშიც გადავიხადე აკაური 20 დირჰამი. ანუ ეს არის იგივენაირად როგორც წეღან რა. 2 ევრო გადავიხადე ჩათვალეთ დაახლოებით და ამ ფაში ღირს რა. იაფია ყვება. თუ ესე ქუჩის საკვებს იყიდი, ძალიან იაფში გამოხვალ და ძალიან იაფში იმოგზაურებ რა და მომწონს შორს. ვაუ. თაფლი ზოგადად მიყვარს. ბავშვობიდან კარაქში აურევდი ხოლმე თაფლს რა და ისევ ჭამდი პურთან ერთად და შვენიერი. იდეალურია. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება. რამდენად შეჭამდით იმ ყველაფერს, რასაც მე აქ გავსინჯა. აბა თქვენიც.
რამე ტკბილი მომინდა მეგობრებო სეირნოფ ქუჩაში ფესში ვარ ამ შემთხვევაში უკვე და აგერ ჩვენი მეგობარი რომელიც გვთავაზობს უგემრიელეს ფახლავას ბაკლავა ჩვენებურად ფახლავა არა ნუ ბაკლავა which one is this Baklava. Moroccan tradition, this with dates, almond, cashew. traditional is this Traditional is this and this. which is the best Everything. everything Everything best, okay yes. let me try this please Try. okay Very tasty, very nice. how much is this This 10 dirham each. 10 dirham okay In big 15 dirham each. okay მოდი გავსინჯოთ ახლა მეგობრებო ეს ჩვენი ტკბილეული რომელიც სხვა შორის ძალიან გემრიელად გამოიყურება და შეხედეთ ნახოთ აბა გავსინჯოთ Good. wow really tasty Good, nice. აუ გემრიელესია მეთქო very good შეხედეთ აუ it's very sweet Little bit sweet, not too much sweet. yeah Marhaba. wow Baklava. Baklava. საოცრება Welcome. ფუტკრები კი ასევეა მაგრამ არა უშავს საოცრება very very nice Tradition in Fez, yes. 10 დირამი ღირს რა ძალიან იაფია thank you I welcome. now we need to pay right What? we need to pay right No problem. No problem. It's free. It's okay. No problem. I welcome. thank you let me pay have a nice day thank you შუქრამ ძალიან გემრიელი იყო მეგობრებო თან იმ ფასში რაც გადავიხადე იდეალური ცოტა მეტკბილა ოდნავ მაგრამ მაინც ძალიან გემრიელად შევჭამე თქვენც თუ შეხვდებით ქუჩაში ადამიანებს რომელიც ტკბილეულს ყიდიან უეჭველი შეიძინეთ იმიტომ რომ ძალიან გემრიელია ხოლმე როგორც ყოველთვის და ძალიან კმაყოფილი ვარ რა ჩვენი ყავის შესვენება მოვიწყე აგერ ესპრესო შევუკვეთე და გავსინჯოთ დავაგემოვნოთ აქაური ესპრესოც როგორი იქნება ზოგადად ამერიკანოს ხომ ხოლმე სულ მაგრამ ესპრესოც მაინტერესებს და ნახოთ ვაუ შვენიერი გემო აქვს დაახლოებით 3 წელია რაც შაქარი ამოვიღე ყავიდან და ჩაიდან და უფრო მეტად დავაფასე ყავაც და ჩაიც რა. აი ეს მომწარო გემო ძალიან სიამოვნებს ხოლმე ყავაში და არომატული თუ არის მით უმეტეს აი ძალიან მაგრად გზნობ ხოლმე და აი ეს შაქარი რომელიც ახლა მომიტანეს კაია რომ აღარ მჭირდება რა. ადრე 60 კოს ვიყრიდი ხოლმე რაც სიგიჟია, მაგრამ მოკლედ მიხარია შაქარი რო გადავაგდე და ყავის გემოს ნამდვილად გზნობ სულ სხვანაირად რა. რაც ძალიან კაია. შვენიერი. რა სიტყვით აბა მეგობრებო, საწავიდეთ შემდეგში და მიკომენტარეთ. ძალიან მომწონს მსგავსი კონტენტი რა. ვიღებ იმიტომ რომ უფრო მეტად ცოდნა მოგცეთ სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს შესახებ რა. ძალიან სიამოვნებს ეს პროცესი და დამეხმარეთ და მიკომენტარეთ აი ამ ვიდეოს ქვემოთ, რომელი ქვეყნის სამზარეულო გაინტერესებთ და გავფრინდები შეძლებს დაგვარად რა თქმა უნდა და თქვენს გაგიზიარებთ ამ ყველაფერს. იმისთვის რომ ეს მოვახერხო, კიდევ ერთი თხოვნა მაქვს რომ გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ეს ვიდეო. რაც მეტი ნახვა ექნება, მეტი გამომწერი მეყოლება, მით მეტად გაიზრდება იმის შანსები, რომ უფრო მეტ ქვეყანაში მოგზაურო და ამ ხრივ თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ასე რომ ველოდები მაგ ლაიქებს და კომენტარებს და რა ვიცი, გაზიარებებს და ყველაფერს რა. ჩვენ ფულზე, აქაური ფულით გადავიხადე ამ ყავაში 20, რაც ჩვენ ფულზე გამოდის 5 ლარი და 50 თეთრი დაახლოებით რა, ეს ერთი ყავა. და საქართველოსთან შედარებით, ხო, იგივე ფასია დაახლოებით რა, საქართველოს სხვა ეგრევერს. მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ აქ რო ჩამოხვალთ, ყავა დაგიჯდებათ დაახლოებით ასე რა, 5 ლარიდან 7 ლარამდე უხეშად გააჩნია სად დალევთ ამ ყავას. გადმოვინაცვლეთ ერთ-ერთ ტრადიციულ რესტორანში და უნდა შევჭამოთ მეგობრებო კეფთა ტაჟინ. თუ რა არის ეს კერძი, რომ მომიტანენ, მე უფრო კარგად გაჩვენებთ, მაგრამ გემრიელესი ჩანდა, რომ აჩვენა ფოტო და ერთი სული მაქვს, ეხლა დავაგემოვნო. იმიტომ რომ ძალიან მომშივდა, შუა დღეა უკვე და იმ ტკბილის მერე არაფერი არ მიჭამია, ასე რომ დავუცდი ახლა დაახლოებით 15-20 წუთი და მე გაგიზიარებთ თქვენ შთაბეჭდილებებს და ერთად დავაგემოვნოთ კიდევ ერთი მაროკოული კერძი. ნახოთ. აი მოვიდა ჩვენი კერძი მეგობრებო.
Oh. Yes. Oh. Wow. ძალიან გემრიელად გამოიყურება. თავარი ახლა დაგემოვნება მეგობრებო, მოკლედ ამის ინგრედიენტებს გეტყვით რა. აი ეს ხორცის ბურთულები არის ტომატის соуში კვერცხთან ერთად. გუფთას გავს თითქოს რა. და ვნახოთ ახლა რამდენად არის გუფთა. აბა ვნახოთ ახლა. აუ რა კარგია. გემრიელესია. მე ვგიჟდები ტომატის соусზე და პომიდორზე ზოგადად. და ეს ბურთულები პომიდორის соуში არის ძალიან გემრიელი. საოცრებაა მეგობრებო, ცოტა მარილს მოვაყრი, იმიტომ რომ მე მგონი ცოტა აკლია. ორ ქართულ კერძს ვამსგავსებ მეგობრებო. პირველი არის გუფთა და მეორე არის კვერცხიანი პამიდორი. ზოგი შეჭამაც ეძახის ხოლმე რა, თუ სწორად ვამბობ. ჩვენ კვერცხიან პამიდორს ვეძახით ხოლმე სახში. ორივეს ძალიან გავს გემოებით, კვერცხიან პამიდორში იგივეა, პომიდორი არის კვერცხთან ერთად და გუფთაში ჩვეულებრივად ხორცის ბურთულები ყრია, იქაც პომიდორთან ერთად და ორივეს ძალიან გავს რა და ძალიან გემრიელია. ამ კერძს ქვია კეფთა ტაჟინი. წვნიანები ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით თუ პომიდორზე მიდგება საქმე, ყველანაირ წვნიანს ვჭამ ხოლმე რა და ამ შემთხვევაშიც პომიდორი როგორც კი დავინახე, ეგრევე შევუკვეთე. თუ ჩამოხვალთ მაროკოში და გიყვართ პომიდორი, ხორცი და კვერცხი ერთად კომბინაცია, კეფთა ტაჟინ უეჭველი შეჭამეთ, იმიტომ რომ გემრიელესია. არაფერს არ ვამეტებ რა, აი დარწმუნდებით თქვენ თვითონე რომ შეჭამთ. რა სიტყვით აბა მეგობრებო, შეჭამდით ამ კერძს? აღფრთოვანებული ვარ. პური დავამატებინე. ჩვენ ქართველები რო პურს ჭამთ, ისე რა ვიცი, ვინ ჭამს კიდე მითხარით. რამდენიმე ნაჭერსო დაგვიდებენ ხოლმე, რა თქმა უნდა, არ ყოფნის, იმიტომ რომ მით უმეტეს წვნიანში თუ არ ამოაწე და ჩააწე, ისე რა მამული. თითქმის ყველგან მიწევს ხოლმე პურის დამატება რა. იმიტომ 60 ნაჭერს რომ მოგიტანენ, ის არ ყოფნის. ძალიან გემრიელი პურია სხვათა შორის. ნახეთ. აი. თლად ძალიან რბილი არ არის, ოდნავ უხეში პურია, მაგრამ გემრიელია რა. ეს ფაფუკი პური არ არის, ასე ვთქვათ, მაგრამ კარგად მიდის. მოვასუფთავე, მოვაწყრიალე, ლამაზი ცოლი მეყოლება. იმიტომ რომ მართლა ძალიან გემრიელი იყო რა. აქ რაც ჭამე ჯერჯერობით, ნომერ პირველი კერძია. იმდენად მომეწონა და ნახოთ, შეიძლება გავიმეორო კიდეც რა, მე ხვალზე ეგ რა ვიცი, როცა იქნება. ეს კერძი მეგობრებო დაგვიჯდა. ჩვენ ქართულ ფულზე რო გითხრათ 20 ლარი, საშუალოდ 100 ღირს ხოლმე ტრადიციულ სასადილოებში ან რესტორნებში რო შეხვალთ, 15-20 ლარი დაგიჯდებათ თითო კერძი რა. ღირს თუ არა, რა თქმა უნდა ღირს, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. 10-დან 10 დაუწერდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან გემრიელად ჭამე და აგერ მოვაწყრიალე მთლიანად და თქვენც გირჩევთ რა, კეფთა ტაჟინი გასინჯეთ. სადაც არ უნდა გავიარო, აი რომელ დაღთანაც არ უნდა ჩამოვდგიან, ჩავისეირნო, ყველა მეძახის ალიბაბას რა, წვერის გამო და ზოგი იქიდან მიყვირის, ზოგი იქიდან მიყვირის და ვეღარ გავიგე, სად მივიდე, რატო მივიდე, როგორ მივიდე. No, thank you. Number 34. Oh, Our address. Want to say hello? Okay, say hello. From where? From Georgia. Georgia, yes. Thank you so much. Really appreciate it. See you. ეხა სადაც მე მოვედი მთავარ მოედანზე. ნახეთ, სუფრები არის გაშლილი რა.
Solo guardo, vale? No, thank you. No, excuse me, apretite solo guardo, no. Okay. Excuse me. Cialamon gratuit. Allo, cazzo, waka, Samira, cazzo. Excuse me. Broshetko, Costa, Gin, fish. Hey, madam, excuse What me. is this? Excuse me. Hey, hola, good? Yes. You're good? Cialamon gratuit. Okay, thank you. Baby later. Costa, Gin, fish, calamani, gambale, soup, salad. Allo, cazzo, waka, Samira, Allah Akbar. Thank you. See you soon. the Okay? We'll be back. Okay, thank you. Merci beaucoup. Thank you. Merci. აი ესეთ სუფრებია ყველგან გაშლილი. ნახეთ? და რაც არ არის გასაკვირი რა, იმიტომ რომ ადამიანები მთელი დღე შიმშილობენ და საღამოს გამოდიან უკვე საჭმელად და ნახეთ ყველგან იწვება მწვადი, ხორცი უფრო სწორად და ყველა რაღაცას ამზადებს რა, ნახეთ ძალიან გემრიელობებია. მოკლედ უამრავი მაგიდაა მეგობრებო გაშლილი გარშემო, ძალიან ბევრი ხალხია გამოსული, დილასაც ხო ვიყავი აქ, მაგრამ კაციშვილი არ იყო. ამის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, რამადანია. და მერე უკვე როცა მზე ჩადის, გამოდის ეს ხალხი, იშლება ესე მაგიდები, აბსოლუტურად ყველგან მაგიდაა გაშლილი და მიირთმევენ საჭმელს. ყველგან იწვება ხორცი, ბოსტნეული და უგემრიელესი სუნი ტრიალებს ახლა აი აქ ამ მოედანზე რა, პურის სუნით დგას და მოკლედ თბილისობაზე როგორც ახოლმე რაღაც ეგერთი განცდა მაქვს რა, თითქოს თბილისობაზე. ყველა თავისთან გვეპატიჟება, რომელიღაც მაგიდას ავარჩევთ და რაღაც აქაურს დავაგემოვნებთ რა, ასე რომ გონია რომ საინტერესო გამოცდილება იქნება. ავეთ. You want to try some soup? Not soup, thank you. You want vegetables, skewers, something like that? No. This is my family, Alibaba. I promise Alibaba. because you have nice family. მოკლედ ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მივხვდი რომ ანუ აზრი არა აქვს აქ ამდენ სიარულს და არჩევას, იმიტომ რომ ყველა მაინც ერთია, ყველა ერთიანად გთხოვს რომ მიხვიდე დაждდე და რაღაც შეუკვეთო და მოკლედ ერთ-ერთ რესტორანში დავჯექი სასადილოში და გადავწყვიტე რომ შევჭამო მიქსი ბევრი ხორცის. მომიტანენ გავსინჯავდო თქვენს გაგიზიარებთ რა თქმა უნდა. იმედია რომ ძალიან გემრიელი იქნება რა. თან მომშვიდა უკვე საღამოა და კაი იქნება ჭამა, თან გემრიელი ჭამა. აგერ მაგიდებზე დევს პური გამზადებული და წყალი და წვენი. აი ესე ხდებიან სტუმრებს და ძალიან მომწონს სხვათა შორის ეს ტრადიცია რა. გამოდიხარ საღამოს და ყველაფერი მზად არის, ყველაფერი გამზადებულია, შენ უბრალოდ მიდი დაჯექი და შეუკვეთე რაც გიყვარს. ნახოთ აბა, თავარი გემოა ახლა. როგორი იქნება. მოგვიტანეს მეგობრებო, აგერ გვაქვს კუსკუსი და კარტოფილი. აგერ არის ბადრიჯანი, ბულგარული და ეს არ ვიცი მართლა რა არის და რო გავსინჯავ გეტყვით რა. ნახოთ აბა როგორი იქნება. პური რა თქმა უნდა. გავტეხოთ. So I decide. კუსკუსის დიდი მოყვარული არ ვარ სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ გემრიელია. აუ რაღაცა ცხარე მოგვიტანეს სპაისიო აი და აუ ეს რა იყო ღმერთო ჩემო ცოტა სპეციფიური გემო აქვს სუნელები რაღაცაები მაგრამ საბოლოო ჯამში გემრიელია რა აბა ბადრიჯანიც ნახოთ ახლა ყველა მღერის და სხვათა შორის ღერიან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმს ვაკა ვაკას ყველა მაგას უბერავს და ყველა ძალიან ბედნიერია ვაუ აი ესე გამოიყურება ჩვენი ბადრიჯანი აბა ვნახოთ
მოკლედ ძალიან მაინტერესებს ეს რა არის. ნახეთ. აბა ვნახოთ. აუ არ ვიცი რა არის ეს, მაგრამ ძალიან არ მომეწონა გემო. სპეციფიური გემოებია მეგობრებო და სუნელები რა. სულ სხვადასხვა გემომიტრიალებს ახლა პირში მართლა. ვერ გავიგე რა შევჭამე ბოლომდე, იმიტომ რომ ეს სიცხარე, ეს სპეციფიური გემოების სუნი ცოტა რაღაცა ბოლომდე ვერ მივიღე, სიმართლე რომ გითხრათ. მაგრამ საინტერესო გამოცდილება არის, უდაოდ რა. ასე გამოიყურება ჩვენი წვადი, სხვადასხვა ხორცია, თათამი, ინდაური და საქონელი. და ვნახოთ აბა როგორი იქნება რა. თავარი აბა დავაგემოვნოთ ერთ თუ ჯობია კახურ მწვადს. ვაუ, შვენიერი. მოიცა პური მივატანო. კარგადაა მომზადებული. ცოტა განსხვავებული გემოც აქვს. აბა ეს ვნახოთ ახლა როგორი იქნება. გემრიელი ჩანს. მორაძე მაგნელი გრიბზე, მაუტრიცი. მარილი აკლია. სპორტშორის ყველაფერს მარილი აკლია და ან მე მიყვარს ძალიან მარილიანი, ან ამათ აკლდებათ. შვენიერი. ეხლა ესეც გავსინჯოთ. უკმაყოფილო არ ვარ ნაღდად. ძალიან გემრიელია. გულწრფელი რო ვიყო ბოლომდე. არ არის ეს ხორცი ისეთი რომ აი ვაუ და რაღაც, წვადი უფრო სწორად. უკეთესი მიჭამია გულწრფელად, ოღონდ ქართველობას და კახეთში რაღაც მოგზაურობას თავი დავანებო და აი გულწრფელად, დაჟე უცხოეთშიც კი მიჭამია ამაზე კარგად შემწვარი ხორცი რა. მაგრამ უგემური არ არის, რაც ყველაზე მთავარია. და გემრიელიცაა რა, მაგრამ ეს ვაუ ეფექტი არ აქვს რა. ჩვენიერი ვახშამი გამოგვივიდა თავის ბოსტნეულით, წვადით, ვისაც გიმოგზაურიათ მაროკოში. მოგეწორათ ამათ 3 ეურო დამიკომენტარეთ და ვისაც არ გიმოგზაურიათ, რამდენად გინდათ მოგზაურობა რა. ყველა მღერის, ყველა ბედნიერია რა, ენაღლებას. ერთი შაკირა გვაკლია რა, რეალურად. მართლა ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მსგავსი რამ არასდროს არ მინახავს რა. აი თითქოს დღესასწაულივითაა დაღამება. გამოდიან ადამიანები, თან ძალიან ბევრი გამოდიან, არა მხოლოდ მოგზაურები და ტურისტები, ადგილობრივები. გემრიელად მიირთმევენ, ესე გაშლილია სუფრამთლიან მოედანზე, ღერიან, ცეკვავენ. ძალიან კაი სანახავია, ძალიან პოზიტიური სანახავია და მიხარია რომ ამ სანახაობის მომსწრე გავხდი და გემრიელადაც ვივახშმე. მოდით მეგობრებო, ეხლა თევზის ბურგერი გავსინჯოთ. არასდროს არ მიჭამია. ცხოვრებაში პირველად უნდა ვჭამო თევზის ბურგერი და გონია რომ კაი დროა ამ ყველაფრის გასაკეთებლად. Hey, thank you. How are you? I'm fine. Okay, this is the fish burger, right? Yeah, it's all the local fish. All the local fish. Okay, which is the best burger here? Yeah, we have different burgers, but the first one is the best seller. Okay. Filet of white fish, deep fried, it's the nibble of creamy coleslaw, and also recommended for the octopus burger. No, octopus, I don't think so. Okay. I'm a little bit scared. So let's get
the spicy. ეგ არის მეგობრებო შევუკვეთეთ დაგვიჯდა ჯამში 2 ბურგერი თავისი კოკაკოლით 155 მაროკოული დირჰამი. Thank you so much waiting for it. Thank you. პირველად ჭამ თევზის ბურგერს და მგონია რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ჩემთვისაც და თქვენც რა თქმა უნდა გაგიზიაროთ. აქაური თევზია ძალიან პოპულარულია ზოგადად აქ თევზის ბურგერი მარტივი მიზეზით რომ ოკეანისპირა ქალაქში ვართ ჩამოსულები და შესაბამისად ნებისმიერი თევზი რომელიც აქ შემოდის არის აგერ დაჭერილი ყურის ძირში. დაველოდოთ ახლა ერთ 5-10 წუთი მოგვიტანენ და მერე გაგიზიარებს შთაბეჭდილებებს. დავსხდეთ ახლა. ძალიან ბევრი ხალხია სხვათა შორის მეგობრებო, რაც შვენიერია, ესე იგი, კაი გემრიელ ადგილას მოვედით და სანამ ჩემ ბურგერს მოიტანენ, თქვენ შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ ეს არხი, დააკომენტაროთ, რამდენად მოგწონთ მსგავსი კონტენტი, მსგავსი ვიდეოები. Wow. Thank you. Oh, it's beautiful. Thank you. Wow, შვენივრად გამოიყურება მეგობრებო. ეს არის ჩვენი თევზის ბურგერი. და ვნახოთ აბა ერთი თავარი გემოა, ხო იცით? აბა დავაგემოვნოთ. ერთად. მოვიღოთ. ახეთ როგორ გამოიყურება. შვენიერი. ეს არის მეგობრებო თევზის ბურგერი, რომელსაც ვჭამ ცხოვრებაში პირველად. აბა ვნახოთ. Wow. ძალიან გემრიელია. ხრაშუნა ეს თევზი. აუ. აუ. ძალიან გემრიელია. აი ძალიან. ვაუ. აღფრთოვანებული ვარ. ზოგადად თევზის დიდი მოყვარული არ ვარ. აი სუფრაზე ბევრ რაღაცასთან ერთად თევზი რო იდოს, ალბათ არ შევჭამ რა. თუ ესე ცალკე არ არის, მაგრამ ეს ბურგერი არის იდეალური მეგობრებო. აი მოდი გაჩვენებთ ახლა. აი. ძალიან კაი, აი ძალიან. რამდენიმე თევზია ერთად რა, აკეპილი და მერე ჩაწყობილი. ზუსტად არ მახსოვს რომელი თევზებია, მაგრამ რამდენიმე როა ეგ ზუსტად ვიცი. არდოფერით მივაყოლოთ აბა. შვენიერი. აი გემრიელად ჭამე მეგობრებო, მართლა ძალიან მესიამოვნა. პირველად ჭამე თან თევზის ბურგერი. ცუდი არ იყო, აი ხა რომ მკითხო არჩევანი რო გქონდეს, რომელს შეჭამდი ხორცის თუ თევზისო, ხორცი გულისხმობ საქონელს მაგალითად, ალბათ მაინც საქონელს ავირჩევ ყოველთვის. თუმცა გასინჯვა ღირდა, ძალიან გემრიელი იყო და ვისიამოვნე. ეგ არის მეგობრებო, გავედით ბოლოში. ძალიან დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად, ვინც უყურეთ. აუცილებლად დამიკომენტარეთ და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, ასევე დამიკომენტარეთ სად წავიდე და რა გადავიღო, რომელი ქვეყნის სამზარეულო გაინტერესებთ ყველაზე მეტად და მაქსიმალურად ვეცდები რომ გავითვალისწინო. ახლა ვარ უკვე აეროპორტში, მივფრინავ სახლში და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. ამ ვიდეოს შემდეგ დაიდება მაროკოში მოგზაურობის მეორე ვიდეო, ანუ მეორე ნაწილი, 2 კვირაში, ასე რომ დაელოდეთ იმასაც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ამბებს მოგიყვებით იმ ვიდეოდანაც. აბა მადლობა კიდევ ერთხელ, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო და შევხვდებით ძალიან მალე. აბა დროებით.